ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ განსახილველად კონსტიტუციის ახალი პროექტი წარმოადგინა. დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შეცვლას და საპრეზიდენტოს ნაცვლად საპარლამენტო მმართველობის შემოღებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე შეტანილია ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტისა და პარლამენტის მოღვაწეობას ეხება. ახალი კონსტიტუციის თანახმად ასევე უქმდება საკონსტიტუციო სასამართლო. პრეზიდენტის მოვალეობებში ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციები შენარჩუნდება. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება პარლამენტისა და მთავრობის ხელში იქნება კონცენტრირებული. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი 5 წლამდე გაიზრდება. პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 120 ან 105 იქნება. ასევე დაწეულია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ბარიერი 7-დან 5%-მდე. ამასთან გამარჯვებული პარტია 65 მანდატზე მეც ვერ მეიღებს. კონსტიტუციის ახალი პროექტის თანახმად რუსული ქვეყნის ოფიციალურ ენად რჩება. პროექტის განხილვა 14 მაისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ახალი კონსტიტუციის მიღების შესახებ რეფერენდუმი 27 მაისს გაიმართება.